ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ ძალადობა შვილების თვალწინ ხდება. წლებია ყოველი დღე ჩემთვის შიშით იწყება. სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავაღწიო თავი მოძალადეს. რამდენად დიდია საქართველოში იმ ქალების რიცხვი, რომლებიც თავს დაუცველად გრძნობენ? ქალთა ფონდის ოხუმის 2024 წლის ივნისის კვლევის თანახმად, რომელიც დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორს სწავლობდა, გამოავლინა, რომ ქალების უმრავლესობა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. ჩვენი კვლევის შედეგებით გამოკითხული ქალების 17% უკიდურესად დაუცველად აღიქვამს თავს, ხოლო 54% საშუალოდ უსაფრთხოდ. რა არის ის მიზეზები, რის გამოც ქალები ვერ ბედავენ თავი დააღწიონ ძალადობრივ გარემოს? გამოკითხული ქალების უმრავლესობა საკუთარ საფრთხეს ყველაზე მეტად სიღარიბეს, უმუშევრობას, სამსახურის დაკარგვის შიშს, მიგრაციის მზარდ ტენდენციას, ოჯახის წევრის ნივთიერებაზე დამოკიდებულებას და ოჯახში ძალადობას უკავშირებს. რომელია ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმები საქართველოში? ოჯახში ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა 73.5%, შემდგომ ფიზიკური 46% და ეკონომიკური 35%. ყველაზე ნაკლებად დღეს ქალები ოჯახში სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ქალები არ არიან მზად აღიარონ და ისაუბრონ ძალადობის აღნიშნულ ფორმაზე. საინტერესოა, რომ გამოკითხული ქალების 20% აღიარებს, რომ პირადად განუცდია ძალადობა, ხოლო 35% უთითებს ახლობელზე, რომელიც ძალადობრივ სიტუაციაში აღმოჩნდა. რაც ნიშნავს, რომ ქალს კვლავ უჭირს ძალადობის საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი. ასევე განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გამოკითხული ქალების 78.5% ოჯახში ძალადობის შემთხვევაში დახმარებისთვის არავის მიმართავს. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რატომ არ მიმართავენ ქალები ვინმეს დახმარებისთვის? ის, რომ ქალები არ მიმართავენ დახმარებისთვის, უმეტესწილად განპირობებულია სტიგმისა და საზოგადოებისგან განკითხვის შიში. ასე ფიქრობს გამოკითხულთა თითქმის 28%. ქალების თითქმის 25%-მა აღნიშნა, რომ არავის მიმართავს დახმარებისთვის, რადგან არ არის ინფორმირებული მხარდაჭერის არსებული სერვისების შესახებ, ხოლო 21.4% არ მიმართავს, რადგან არ აქვს იმედი, რომ მიმართვის შემთხვევაში შესაბამის დახმარებას მიიღებს. უმოქმედობა და სიჩუმე არ არის გამოსავალი. დახმარების მიღება არ არის სირცხვი. ეს საკუთარი უფლებების დაცვაა. შენ არ ხარ მარტო. დარღვიე სიჩუმე. აღკვეთე ოჯახში ძალადობა.